ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალის წარდგენას ელოდება. ჯუანშერ ბურჭულაძე სუსმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ყოფილმა მინისტრმა განახორციელა 1,5 მილიონზე მეტი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიების ინფორმაციით თავდაცვის მინისტრის მითითებით ხელოვნურად გაზარდეს ფასი და 1,323,000 ლარით უფრო ძვირად შეისყიდეს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 554,000 ევროთ ესპანეთში სახლი შეიძინა. უკანონო ქონების წარმოშობის წყაროს დამალვის მიზნით კი გააფორმა სესხის და ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებები წყნეთში უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. მოდი საუყარებთ ბრალს დაკავებულ საქმის დეტალებით ლუკა ჩანგელია პირდაპირ ეთერში. ლუკა, გისმენთ. თამარ, პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ რამდენიმე წუთის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი იმყოფება კლინიკა ჰელსინკორში, სადაც მას სწორედ დღის განმავლობაში ბრალს აუყენებენ. აქ ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩაგვეწერა მისი ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე, რომელმაც მედიასთან ისაუბრა თავად ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიციაზე. ხაჩიძის განცხადებით ბურჭულაძე არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ არის ჯეროვანი და საკმარისი იმისთვის, რომ მისი დანაშაულება ამ საკითხში დაადგინდეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ვიცით, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვადასხვა მტკიცებულებები წარადგინა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სამინისტროსგან მითვისებული თანხით შეიძინა სახლი ესპანეთში, ასევე გააყალბა სხვადასხვა დოკუმენტები, რისი საშუალებითაც ტრანზაქციებს ახორციელებდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰქონდა მცირე ჯანმრთელობის პრობლემა, სწორედ ამიტომ მისი პირდაპირ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ვერ მოხერხდა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ასევე როგორც თავად ჯუანშერ ბურჭულაძის უფლებადამცველი ამბობს, ვიდრე მას დააკავებდნენ, რამდენიმე დღით ადრე მიიღო მსუბუქი ტვინის შეკრება, სწორედ ამიტომ გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანა საჭირო, სადაც მას ექიმები აკვირდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დარეგულირების შემდეგ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უკვე მას გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ ოფიციალურად, მაგრამ რასაც გვედავებენ, დაკავების საფუძველი რაც გახდა ის უდანაშაულოა ამ დანაშაულში ეს არ ჩაუდენია, აბსურდია იმ საქმის მასალების მიხედვით, რაც ჩვენთვის ცნობილია. ბრალდების შემდეგ დანარჩენ მასალასაც გაგვაცნობენ და უფრო დეტალურად შემდეგ შეგვიძლია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიება, რომელიც თავდაცვის მინისტრის საქმიანობას, ყოფილი თავდაცვის ministris საქმიანობას უკავშირდება, განხილვის თემა არის ქართულ ოცნებაშიც მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აღნიშნავენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტული საკითხია, სწორედ ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იკავებს თანამდებობას ან რა თანამდებობა ეკავა პირს ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის კუთვნილ თანხას მიითვისებს. შესაბამისი პასუხისგების საკითხი დადგება. ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი გამოვლინება სწორედ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ დადგენილი დანაშაულიც არის. მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა საგარეო გამოწვევებს ებრძოდა და იყო მნიშვნელოვანი საკითხები, უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ამასობაში თურმე ყოფილი თავდაცვის მინისტრი აქ საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაზე, სახელმწიფოს ხარჯზე ცდილობდა ამ ყველაფრის განხორციელებას და აგერ სახეზეა ის ბრალდება, რომელიც პროკურატურამ მას წაუყენა. ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს. თუ კი მას ხელი წაუწდება, თუ კი ის ჩაიდენს დანაშაულს და ეს დანაშაული მით უმეტეს იქნება ესეთი მძიმე, ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენ პირს მოუწევს პასუხისგება, ვინც არ უნდა იყოს ის. საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო შეურიგებელი ბრძოლა არის გამოცხადებული ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, თუნდაც ის, რომ სახელმწიფო არავითარ შემწყნარებლობას არ იჩენს არავის მიმართ, ვისაც შეიძლება მსგავსი ქმედება ჰქონდეს ჩადენილი, არის რა თქმა უნდა ნებისმიერი პირისათვის ძალიან მძლავრი სიგნალი იმის თაობაზე, რომ არავინ თავში აზრად არ გაივლოს. თუ კი ის არის შესაბამის თანამდებობაზე, აი ამ თანამდებობის ბოროტად გამოყენება და კორუფციით ხელის მოთმობა.
სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ თავდაცვის მინისტრს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა ლუკა ჩანგელია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებას პრემიერი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ხელისუფლება ვერ იქნება ლოიალური კორუფციის მიმართ. მმართველი გუნდის მიზანია კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველოს ადგილი ევროპის სამეულში დაიკავოს. რა თქმა უნდა, ყოფილი მინისტრის დაკავება არის თავისთავად ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გავახმოვანა, მათ შორის, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარის. ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სისტემა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა იმაზე, რომ წლის ჭრილში 700 მილიონი ლარი დაიზოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში. წარსულში რაც მოხდა დანაშაულები, ამის გამოვლენაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ამ ყველაფერმა იქონიოს პრევენციული ეფექტი. როდესაც ჩნდება დაუშალების სინდრომი, ბუნებრივია ცდუნება იზრდება, კორუფციასთან მიმართებით, ზოგადად ნებისმიერ დანაშაულებთან მიმართებით ასეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ეფექტური ზომების მიღება იმისათვის, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვისვრუნოთ. ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს დღეს ბრალს აუყენებენ. ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯარო დაპირების გამო დააკავეს. საუბარია 339 მუხლზე. ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთა ზოდელავაც, რომელსაც ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას, გაქცევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და დაკავებულების ადვოკატი. ისინი აცხადებენ, რომ საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. განსხვავებული შეფასებები მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ქრთამის დაპირება ზუსტად ისეთივე დანაშაულია, როგორც ქრთამის შეთავაზება ან მიცემა. ასევე არსებითი განსხვავება არ არის ქრთამის დაპირების საჯაროობასა და ფარულობას შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ქეთი ზანთარაია მუშაობს, ის კურიერის პირდაპირ ეთერშია. ქეთი შევიდა თუ არა ადვოკატი დაკავებულებთან და როდის დაიწყება პროცედურა? ლევან ხაბეიშვილიც და მურთა ზოდელავაც ოფიციალურად ელოდებიან ბრალის წარდგენას. მანამდე რამდენიმე წუთის წინ შევიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი. ვიდრე ხაბეიშვილის ინტერესების დამცველი შეხვედრას გამართავდა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან, მან კომენტარი გააკეთა მედიასთან. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თავადაც ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნები არ იკვეთება, მით უმეტეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული. ლაშა ტყეშელაძე დღეს ცდილობდა იმის განმარტებას და ახსნას, რომ ის მოწოდებები, რომელიც ისმოდა ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, კონკრეტული სამართალდამცავი დეპარტამენტის და უწყებების წარმომადგენლების მისამართით, ეს არ არის ქრთამის მიცემა და შეთავაზება და ლევან ხაბეიშვილი აქცენტს აკეთებდა მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იქნებოდა ფულადი ჯილდო, რომელსაც მისთვის სასურველი საქმიანობის შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების წარმომადგენლები მიიღებდნენ. როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთის წინ შევიდა ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან, აქ დილიდან იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ ნაციონალური მოძრაობის პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებიც და ისინი იზიარებენ ადვოკატის პოზიციას და თავადაც მიაჩნიათ, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილი ბრალდება არის სამართლებრივად უსაფუძვლო. მე უნდა მოვინახულო ლევან ხაბეიშვილი, რომ გავიაროთ სხვადასხვა დეტალები, რაც შეეხება ბრალის წარდგენას. ჩემთვის როგორც ცნობილი არის, შეიძლება წარდგენილი იქნას 4-5 საათისთვის. აქედან გამომდინარე ველოდები ბრალს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ საზოგადოებას უთხრა, ეს ბრალი არ არსებობს, რაც არ უნდა დაწერონ ფურცელზე, აღნიშნული მუხლი პრეამბულა დისპოზიციით ლევან ხაბეიშვილი არ უნდა დაისაჯოს. ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე, აი გამოგონილი ბრალდება, თუ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ აი მე ვთავაზობ $400,000 და ამის გამო დაიჭირეს, ჩვენ ყველა მისი გუნდის წევრები, პოლიტიკური ლიდერები იძახით იგივეს. რა საიდუმლო მასალებია. კორუფციის შესახებ მასალა რომ გამოაქვეყნოთ, ეს არის დანაშაული?
პოლიციას რომ მოუწოდო და გედედეს თანამშრომლებს რომ არ დაარღვიო კანონი და მშვიდობიან დემონსტრანტზე არ იძალადო, ეს არის დანაშაული? ოპონენტებს და ლევან ხაბეიშვილის ადვოკატს ქართული ოცნების წარმომადგენლები სისხლის სამართლის კოდექსის გადახედვისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ აქვს მნიშვნელობა ქრთამის შეპირებასთან დაკავშირებით განცხადება ეს იქნება ფარული თუ საჯარო, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში სწორედ ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ხელის გულზე იდო ის დანაშაული, რომელსაც ხაბეიშვილი ჩადიოდა, ქრთამის საჯარო დაპირება, არაერთის გაიმეორა ეს ყველაფერი და გონიათ ესეთ ადამიანებს, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ დანაშაული და მერე პოლიტიკოსის მანტია იქნება რაღაც ინდულგენცია მათთვის. ჩაიდენს დანაშაულს. სათანადო პასუხისგება მოუწევს კანონის, სამართლის და სასამართლოს წინაშე და ზუსტად ეს დაემართა ხაბეიშვილს. ის რაც უნდათ რადიკალებს და ის რაც არის რეალობა ერთმანეთისგან განსხვავდება. უნებრივია ხა მათ სურთ საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზება და ამისთვის საზოგადოების მოტყუებაც, თეთრის შავად გასაღება, შავის თეთრად და ასე შემდეგ. დანაშაული არის საჯაროდ, როდესაც პირდები ქრთამის მიცემას კონკრეტულ თანამდებობის პირს, კონკრეტულ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს. არ არის აუცილებელი გვარის და სახელის დასახელება, როდესაც ეს ყველაფერი არის საჯაროდ და საჯარო დაპირების, თქვათ, ფორმატში უკვე დგება იმ დანაშაულის ელემენტები, რომელიც გულისხმობს სწორედ ასეთი ქმედებისთვის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს კომიკური პერსონა ლევან ხაბეიშვილი თავის დაკიმას ხარაობაში ცდილობდა რომ საზოგადოებისთვის შემოეპარებინა კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი შემოთავაზებები, მათ შორის ქრთამი მოხელეებისთვის, ვინც უღალატებდა სამშობლოს, თავის საქმიანობას, უარს იტყოდა თავისუფლება მოვალეობის შესრულებაზე, გასცემდა სახელმწიფო საიდუმლოებას და ინფორმაციას და ამას ცდილობენ რომ მიგვაჩვიონ, შემოგვაპარონ თითქოს ამაში არაფერი არ არის კანონსაწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ის რისთვისაც ლევან ხაბეიშვილი დაკავებული არის, ეს არის საჯარო განცხადებები, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავდა და დარწმუნებული ვარ, ყველა გულშემატკივრობდა, რომ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები ყოფილიყო ერთხელ და სამუდამოდ დასჯილი. ის ფაქტი, რომ ლევან ხაბეიშვილი გულმოდგინე და მისი მოკავშირეები გულმოდგინედ მალავდნენ მის ტელეფონს, რომელიც ერთ-ერთი ნივთმტკიცება უნდა ყოფილიყო, ალბათ კიდევ უფრო მეტ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს ორივე მათგანს უწყება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, როგორც თქვენ მოისმინეთ განცხადებები. ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში საუბარი არის საჯაროდ ქრთამის შეთავაზების პირობის გაცემასთან დაკავშირებით და მსგავს მოწოდებებთან დაკავშირებით, ხოლო მურთაზ ზოდელავას შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მცდელობაზე არის საუბარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სადეს ზოდელავას დაკავება, მან კი წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და ერთ-ერთ მათგანზე იძალა და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა ჯერ კიდევ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ორივე მათგანი ამ წუთებშიც იმყოფება სუსის შენობაში, ისინი ელოდებიან ბრალის ოფიციალურად წარდგენას და როგორც ადვოკატმა განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს, მოლოდინი არის, რომ ბრალდებულებს და დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად უკვე წარუდგენენ დღის მეორე ნახევარში. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ოპოზიციის ლიდერების სიძულვილის ენა, ასე აფასებს მმართველი გუნდი გედევან ფოფხაძის განცხადებას. კოალიციას ცვლილების წევრმა პალიტრანიოსთან განაცხადა, რომ მმართველი გუნდის არც ერთი წევრის განადგურებაზე გული არ დაწყდება. ფოფხაძემ მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ქართულ ოცნებაში აქვთ კითხვა, გმობს თუ არა განადგურებისკენ მოწოდებას გერმანიის ელჩი, რომელიც შიმშილობის დროს გედევან ფოფხაძესთან სოლიდარობის ნიშნად მივიდა. ამ თემაზე ნანა გოგატაძე მუშაობს, ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთობა, გისმენთ ნანა.
ერთ-ერთ ტელეარხზე ინტერვიუს დროს გედევან ფოფხაძე იმდენად გულწრფელი იყო, რომ საკუთარი სურვილი ვერ დამალა და ზიზღით ენითაც ისაუბრა. მან თქვა, რომ არ ეწყინება თუ კი ქართული ოცნების ლიდერები ფიზიკურად განადგურდებიან ამავე კონტექსტში კოალიცია ცვლილებისთვის. ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარეზეც. იზიარებენ თუ არა გედევან ფოფხაძის განცხადების სულისკვეთება სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ბუნებრივია ეს კითხვა დავსვით ჩვენ ხელისუფლების ოპონენტებთან, რომლებმაც პასუხებზე თავის არიდებას სადეს, თუმცა საბოლოოდ მაგალითად პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ ემიჯნება მსგავსი შინაარსის განცხადებას. გულწრფელად გეტყვი, ხო? აი არაბის მაგათი არაბის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება რა. ივანიშვილი ერთ ჩემთვის ნაძირავა. აი ბოლომდე გეუნებით მაგას. გარიწარია. და თუ ივანიშვილს ბენზინის გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ, მე არ მეწყინება. აი გულწრფელად გეუნები მაგას. ბევრი ადამიანი დადის ეთერებში ყველას განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებ. შემიძლია ზოგადად ჩემი ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე არავის ბენზინის გადასხმა არ მინდა და კვირდებით არავის არავინ არ მოიქცევა. ის რაც გედევან ფოფხაძემ საჯარო ეთერის საშუალებით გააჟღერა ამორალურია მართველი გუნდისთვის და ასევე ეს ქართული ოცნების შეფასებით არის ლიბერალური ფაშიზმის მურიგი გამოვლინება. მართულ გუნდში ამბობენ, რომ ახლა ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ ვინ უფრო რადიკალურ და ძალადობრივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე ქართული ოცნების ლიდერებმა ისაუბრეს დიპლომატიური უწყების და ზოგადად დიპლომატების როლზე და ამ კონტექსტში ახსენეს პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი, რომელიც რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, მაშინ როდესაც გედევან ფოფხაძეს ერთდღიანი შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული და მას უჭერდა მხარს. ახლა ქართული ოცნების ლიდერები ინტერესდებიან გმობს თუ არა საელჩო და ზოგადად დიპლომატი მსგავსი შინაარსის განცხადებებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ დიპლომატიური უწყების მხრიდან და დიპლომატის მხრიდან დუმილი არის ვენის კონვენციის დარღვევა და საქართველოს უპატივცემულობა. დღეს ეს პიროვნება ცდილობს, რომ მიეტმასნოს როგორღაც ამ რადიკალურ დაჯგუფებას და ამ თვალსაზრისით ცდილობს, რომ იყოს შესაბამისი განცხადებებით ბრჭყალებში გამორჩეული. საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი მათ შორის არის ნასაზრდოები გარე ძალების მხრიდან. და ის, როდესაც ჩვენ ვხედავთ დუმილს თუნდაც დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ორკესტრირებულ პროცესთან. რა თქმა უნდა, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მათი ნაწილის მხრიდან, მათ შორის აქ შეიძლება თუნდაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩზე ვილაპარაკოთ, ქმედება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან მიმართებით არის არათავსებადი. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ზიზღის შემცველი და არაეთიკური განცხადება ქართული ოცნების ლიდერების მისამართით ერთ-ერთ საჯარო ეთერში გააკეთა. მადლობა ნანა გოგოეტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩარლი კირკის მკვლელობაში ტრამპი მემარცხენე რადიკალებს ადანაშაულებს. ამერიკის პრეზიდენტი მათ განადგურებით ემუქრება. პოლიცია მკვლელს ამ დრომდე ეძებს. კონსერვატორი აქტივისტის ცხენარი არიზონაშია გადასვენებული. 31 წლის ჩარლი კირკი კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი იყო. აქტიურად მონაწილეობდა დებატებში და მხარს უჭერდა ტრამპს. მას იუტის უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ესროლეს. რამდენიმე საათში ის კლინიკაში დაიღუპა. ჩვენ მამაცები უნდა ვიყოთ. გვყავს მემარცხენე რადიკალი გიჟები, მათ სული უნდა ამოვხადოთ. იმედი მაქვს, მკვლელს იპოვიან და დაიჯერენ. ვფიქრობ, პროგრესი მიიღწევა. ის პირუტყვია, ნამდვილი პირუტყვი, რაც გააკეთა სამარცხვინოა. იმედი მაქვს, რომ მას იპოვნიან და ჩვენ მას შესაბამისად გავუსწორდებით. ჩარლი კირკი დიდებული ადამიანი იყო, შესანიშნავი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებთან. შტატების ომებს მიიღებს იმ უცხოელების წინააღმდეგაც, რომლებსაც მოწონთ ამართლებენ ან გულგრილად უყურებენ ჩარლი კირკის მკვლელობას. სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულებას აკონსულებს უკვე გადაუგზავნა. სახლ-დეპის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ შტატებმა ვიზები არ უნდა მიცეს იმ პირებს, რომლებიც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. შეფასებები კეთდება თბილისშიც. ქართული ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ნაწილმა სოციალურ ქსელებში კირკის მკვლელობაზე ცინიკური შეფასებები გამოქვეყნა. ქართული ოცნება ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობს. ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს გამოხმაურებებს. ლელა ეთერში ხარ.
კირკის მკვლელობის შექების გამართლების ან აბუჩად აგდების შემთხვევას მოყვება მკაცრი რეაგირება. სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზის მფლობელებს და მსურველებს აფრთხილებს. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა მიიღონ შესაბამისი ზომები ასეთი განცხადების ავტორების წინააღმდეგ. მათ დაემუქრებათ დეპორტაცია ან უარს ეტყვიან ვიზებზე. კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის აგროვებს ინფორმაციას არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გაკეთებული ყველა ასეთი კომენტარის შესახებ. წამყვანი პოლიტიკური ფიგურის საშინელი მკვლელობის გათვალისწინებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უცხოელები, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილს ადიდებენ, ჩვენს ქვეყანაში მისასალმებელი სტუმრები არ არიან. აღშფოთებული ვარ, როდესაც სოციალურ მედიაში ვხედავ, როგორ აქებენ, რაციონალიზაციას უკეთებენ ან ამსუბუქებენ ამ მოვლენას და ჩვენს საკონსულო თანამშრომლებს შესაბამისი ზომების მიღებისთვის მიუმართე. სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება გამოხმაურებებს, რაც საკმაოდ ბევრი გაკეთდა საქართველოშიც. ჩვენ გუშინვე ვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ოპოზიციური აქტივისტების ცინიკური კომენტარები კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით. ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ კონსერვატორი ფიგურის პოლიტიკიდან გამომდინარე ფაქტი საზოგადოებას არ უნდა აღელვებდეს. ყველა ასეთი შინაარსის განცხადებას დღეს საჯაროდ გაემიჯნენ ოპოზიციური პარტიის წევრები. რა გამოხმაურებებზია მართლა საუბარი, როგორ შეიძლება ადამიანმა ამ კადრებს უყუროს და ყველაზე ცუდი და უარყოფითი და ნეგატიური ემოციები არ აგეძრას, ხო? თუ ვინმე კონკრეტულს გულისხმობენ, ეხლა და ვიღაცას ადამიანის მკვლელობა უხარია, არ ვიცი, სხვა ამბავია, ფაქტია, რომ არც ერთ ნორმალურ ადამიანს, ვის ნორმალურად აზროვნებს, არ შეიძლებოდა ეს მძიმესი კადრები მოწონებოდა. ადამიანის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს. მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა, რას ლაპარაკობს ადამიანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი ძალადობის ფორმის მომხრე მე არა ვარ. მკვლელობის შემთხვევა და ფაქტის შეურაცხყოფელი გამოხმაურებები ქართული ოცნების შეფასებით აჩვენებს, რამდენად საშიში იდეოლოგია ლიბერალური ფაშიზმი. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ყველა ასეთი განცხადების შესახებ მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული ამერიკის საელჩო. ამასთან ამბობენ იმასაც, რომ ასეთი შეურაცხყოფელი და ცინიკური კომენტარები საქართველოში რაც გაკეთდა, წესით უნდა დაგმონ საერთაშორისო პარტნიორებმაც. ჩარლი კირკის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ ბოროტმოქმედების სახე, რომლებსაც ქვეყნის გარეთაც ყავს თავისი მიმდევრები და ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვნახეთ სოროსის, სხვადასხვა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ხარობდნენ ამ მკვლელობით და ამართლებდნენ რაიმე გაუმართლებელია, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორები მოყავდათ ამის გამართლებისთვის. რა თქმა უნდა დასაგმობია ეს ზიზღი და სიძულვილი, ფაშიზმში გადაზრდილი ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც უკვე დიდი ხანია და წლების მანძილზე აღვივებენ საქართველოში და კონკრეტული აქტორები ემსახურებიან ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საერთაშორისო საზოგადოებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით ამ ყველაფრის დაგმობას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მკაცრი ზომების გატარება მათ მიმართ, ვინც გახარებული ეხმაურებოდა კირკის მკვლელობას და მათ შორის ესეთები ჩვენი საქართველოს მასშტაბითაც უამრავი ყავს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმაცია მიწოდებული იმ ადამიანების შესახებ, ვინც ამ ფაშიზმს ამართლებდა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ გნებავთ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ეს ადამიანები გახდნენ იდეური თანამზრახველები ამ მკვლელობისა. ეს თავისთავად კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რასაც ჩვენ უწოდებთ ლიბერალურ ფაშიზმს. ასეთი ფაქტებით სულ მინიმუმ აღტაცება არ უნდა იქნეს, აუშვათ, გამომჟღავნებული. თუმცა თავისთავად ის, რომ ისინი ვეღარ ახერხებენ თუნდაც შენიღბვას თავისი რეალური სახისა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს მიმდინარეობა ახლა განიცდის ძალიან სერიოზულ კრიზისს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი უკვე ხვდებიან, რომ ამოწურეს თავისი თავი ამ ასე ვთქვათ იდეოლოგიის ტირაჟირების კონტექსტში და ახლა იწყება ის, რასაც ქვია, აი ამ იდეოლოგიის
დასასრული. სწორედ ამიტომ ეს არის გარკვეული აგონიის გამოძახილი მათი მხრიდან. ტრამპის მოკავშირე კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი სწორედ იმ დროს მოკლეს, როდესაც ის უნივერსიტეტში საზოგადოებაზე LGBT პროპაგანდის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობდა. მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის. მადლობა ლელა ჯახშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის საქმეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილი მის პოსტში განმარტავს მომხდარი ტრაგედიის წინაპირობებს და ზიზღისა და სიძულვილის გამოუსწორებელ შედეგებზე საუბრობს. ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოებამ მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ. ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა მთავარი ტრაგედია: ზიზღის, სიძულვილის, შუღლის მთესველი იდეოლოგები და აგიტატორები, რომლებიც ფაშისტური ვნებით ამრუდებენ საჯარო სივრცეს. გონებას უბინდავენ მოწყვლად ადამიანებს, აქცევენ მათ დეჰუმანიზებულ არსებებად და არათუ პოტენციურ, არამედ რეალურ სასახლეთის გამომკვრელებად. ლიბერალურმა ფაშიზმმა შეძლო და მსგავსი დაჯგუფებები საქართველოშიც გააჩინა. ყოველდღიურად ზიზღის და სიძულვილის გარემოს მკვლევავები. ისევე როგორც საუკუნის წინანდელი ბოლშევიზმი, მისი იდეური მემკვიდრე ლიბერალური ფაშიზმიც ჩვენში გარედან ჩანერგილი, თავსმოხვეული იდეოლოგია და პრაქტიკაა. მათ ქსელურ მოქმედებას ყოველდღიურად ვხედავთ. ზიზღის გავრცელების ქსელში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. პარტიული თუ NGO მედია 1000 ბორცვის რადიოს მეთოდებით, ფაშისტურ იდეოლოგიური სპიკერების ტირაჟირებით და ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებითაა დაკავებული. სოციალურ ქსელში დასაქმებული იდეოლოგები თავის დროზე თავადაც რეკრუტირებულნი ახლა თავის მიმდევრებს ეძებენ. ზოგიერთი დონორი ექსტრემიზმს სამოქალაქო აქტივიზმს ეძახის და უხვად აფინანსებს, ხოლო ზოგიერთი გეოპოლიტიკურად დაინტერესებული უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი წახალისებით, სიტყვით თუ მხარდაჭერით სრულ კარტ ბლანშს აძლევს. ასე იქმნება სიძულვილის გარემო, რომელიც სწამლავს ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ამ საზარელ სენს, საჭიროა მეტი სიფხიზლე და მეტი სიკეთე, რომელიც აუცილებლად სძლევს ბოროტს. ჩვენს ისტორიაში არაერთი შუღლი და შიდა დაპირისპირება გადაგვიტანია. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის გამოცდილებაა იმის ცოდნა, რომ ბოროტება არ იკურნება ზიზღით, სიძულვილით, გილიოტინით და მოკვეთით. იკურნება სიკეთით და სიყვარულით. ეს არის ჩვენი კულტურის ფესვი, რომელსაც უცხო თავსმოხვეული მეთოდებით ვერ აღმოფხვრიან. ჩარლი კირკისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებაზე უარი თქვა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარმა ანდრეშ ლასლომ გაავრცელა. უნგრელმა კანონმდებელმა დაწერა, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, თუმცა ახლა სოციალისტმა თავმჯდომარემ პატრიოტებისა და კონსერვატორების მოთხოვნის მიუხედავად ამაზე უარი თქვა. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა შპიგელის სტატია. საქართველოს მთავრობა გერმანელი ელჩის გაძევებას განიხილავს. ამ სათაურით გავრცელებულ სტატიაში წერია, რომ პეტერ ფიშერს საქართველოს ხელისუფლებაში ცოტა მეგობარი ყავს, მის გარშემო კი ხმაურიანი სკანდალი აგორდა. სტატიის ავტორი წერს, რომ ქვეყნის პირველმა პირებმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. მართლ გუნდში ელჩის მხრიდან წინასწარ გააზრებულ ქმედებებზე ორმაგ სტანდარტსა და ცალმხრივ რეაგირებაზე საუბრობენ, რაც უმრავლესობის შეფასებით ვენის კონვენციის დარღვევა. არსებობს არაერთი ფაქტი, არაერთი ინფორმაცია იმასთან მიმართებით, რომ მათ შორის გერმანიის ელჩი ძალიან აქტიურად თავისი შესაბამისი გარკვეულ შემთხვევაში ნაბიჯებით, ზოგჯერ დუმილით იყო და დღესაც არის ჩართული წახალისებაში ექსტრემიზმისა და რადიკალური ჯგუფებისა საქართველოში. თუ გავიხსენებთ იმ მოცემულობას, როდესაც ის მიბრძანდებოდა შესაბამის თუნდაც ოფისებში კონკრეტული ორგანიზაციებისა, ან პირიქით თავად ხდებოდა და მასპინძლობდა ექსტრემისტული დაჯგუფებების წარმომადგენლებს, აქ თავისთავად და ამის აფიშირება ხდებოდა, თავისთავად მე მგონი ეს სურათი მეტყველებს თავის თავზე და მოასწავებს იმას, რომ რბილად რომ ვთქვათ, არ არის ის კეთილსინდისიერი საქართველოს ხელისუფლებასთან და ქართულ ხალხთან მიმართებით. როცა ადამიანს აქვს ორმაგი სტანდარტები, როცა რეაგირებს მხოლოდ ცალმხრივად, იქ უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ ის ერევა შინაურ საქმეებში ამა თუ იმ ქვეყნის. ამას გძალავს პირდაპირ გადაჭრით ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვენის კონვენცია. ეს პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ
აქვთ დავალება თუ პირადი ინიციატივით ერევიან საშინაო საქმეებში და არ ყვევენ ამით ვენის კონვენციას. ამიტომ დიპლომატიასთან არავითარი კავშირი არ აქვს ასეთ უფლებას. ყველა პასუხი დევს ვენის კონვენციაში. 9-ჯერ მიუთითეს მას. შეიძლება ერთხელ შემთხვევით მოხდეს ისე, რომ შენ ვენის კონვენციის დარღვევის წინაშე დადგე, მაგრამ როდესაც ამას პერმანენტულად, ხანგრძლივად და ყოველდღიურად აკეთებ, ეს უკვე არის წინასწარ განზრახული წყობრი ქმედება, რომელიც არის ყოველდღიურად დაუშვებელი. მას აქვს წყობრად ეთყობა ჩამოყალიბებული, რომ ის არის რევოლუციის ერთ-ერთი წამახალისებელი ამ ქვეყანაში და რევოლუციის ეგიდის ქვეშ ყველანაირი საზღვრების ჩადენა შეიძლება. პეთქებადი ნივთიერების მართლწინააღმდეგო შეძენის შენახვის და გადაზიდვის ბრალდები დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს ბრალს დღეს წაუყენებენ. სუსის სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში უკრაინიდან მომავალი ტრაილერიდან ამოღებულია 2 კილო და 400 გრამი ჰექსოგენი. ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც დეტონატორების დასამზადებლად იყენებენ უკრაინიდან საქართველომდე რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით სატვირთო მანქანის სამალავით გადმოჰქონდათ. ის მხოლოდ საქართველოში აღმოაჩინეს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს საქართველოს საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო თუ სატრანზიტოდ გამოიყენეს. დაკავებულებს ჩხრეკისას კოკაინიც აღმოუჩინეს. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ დეტალებზე ისაუბრა. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია. ნათია მღებრიშვილი გვერდთობა საქმის დეტალებით. ნათია, როგორი იყო სქემა და რა სიახლეები ხდება შენთვის ცნობილი ამ საქმესა? ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო სოფელი ფონიჭალა. ჩვენ ვიმყოფებით კონკრეტულ მისამართზე. გაგრის ქუჩაზე სამართალდამცველებმა 61 წლის მამაკაცი დააკავეს. კურიერის ინფორმაციით ის ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს სისტემატურად ყიდდა და ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში უკვე ნასამართლები იყო. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ფონიჭალის გარდა სამართალდამცველები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ ასევე თბილისში და რეგიონებშიც. დაკავებულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი და გამოძიების ინფორმაციით მათი უმეტესობა მსხვილი ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს საპოლიციო ღონისძიებების დეტალები გაასაჯაროეს. გამოძიების ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა მეთოდით ყიდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ შორის იყენებდნენ ასევე ინტერნეტ აპლიკაციებს და ტოვებდნენ კლიენტისთვის სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკს სამალავებში. სამალავებიდან, ავტომობილებიდან, ასევე ბინების და პირადი ჩხრეკისა სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის არის ჰეროინი, კოკაინი, სუბოქსინი, MDMA, ალფა PVP, ასევე ნივთმტკიცებების გარდა საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს. მასალაში კარგად ჩანს რეალიზაციის კონკრეტული ფაქტები. ნარკოდამნაშავეების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა გენერალურ პროკურატურასთან ერთად თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად დააკავებს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა PVP, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, MDMA, მარიხუანა და სხვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან განთავსებულები, მათ უკვე ყავთ ინტერესების დამცველი, თუმცა პოზიციას ბრალთან დაკავშირებით მათი პოზიცია ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია. სავარაუდოდ კანონით დადგენილ ვადებში მათ ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელი ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. მადლობა. საქმის დეტალებით ნათია მღებრიშვილი გვერდთობოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მოვლენების დროს დაკავებული 3 პირიდან 2 გათავისუფლდა. ერთი დაკავებულის მეგიდია სამიძის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 2 ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, ერთს ბანერის დაზიანებას ედავებიან. 8 სექტემბერს ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული 3 პირის შესახებ. სამწუხაროდ დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 2 პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება დაპატიმრებიდან. ბუნებრივი აირის ხურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული შიდა ქართლის რეგიონში პურის ქარხანას და კუსტარულად მოწყობილ ავტოგაზ-გასამართ სადგურს ფლობდა. მას გაზის 2 მაგისტრალურ მილსადენზე ეგრეთ წოდებული უკანონო დაერთება ჰქონდა მოწყობილი. 2 წლის განმავლობაში 4,5 მილიონამდე ღირებულების ბუნებრივ აირს დაეუფლა. ბრალდებულს კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ავტოგაზ-გასამართის სადგური და ყოველდღიურად ახდენდა ათეულობით ავტომობილის გაზით გამართვას. დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებისა და შესაბამისი კომერციული საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისაგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განახორციელა შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის კუთვნილი გაზის 2 მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთება. რა გზითაც 2024-2025 წლებში ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4,347,000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის 4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით. მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავა. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურმა სპეციალური ღონისძიებები ჩაატარა და კონკრეტული ადგილები გადაამოწმა. შედეგად გამოავლინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში კანონდარღვევით იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უწყების სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის ბაზებსა და საგუშაგოებზე იმყოფებოდა. შალვა თადუმაძე თანამშრომლებს შეხვდა და დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ასევე დაათვალიერა ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. დაფუძნდა ახალი ფონდი, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის საკითხებზე იმუშავებს. დღეს პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატორების განცხადებით, ეს იქნება პლატფორმა, რომელიც ქართული სპორტის განვითარებაში ჩართულ პირებს გაერთიანებს. მოტივაცია კი სპორტულ ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მოთხოვნა გახდა. ფონდის დამფუძნებლები ქართველი ბიზნესმენები ლაშა კვაჭაძე, დავით უგრელიძე და ბეჟან სამხარაძე არიან. მას ირაკლი მხეიძე ხელმძღვანელებს. ამ ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, იმის ხელშეწყობა, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა, რომ მან მოახერხოს სპორტის დაკავება. ამას გარდა ასევე იქნება საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა, რაც მაგალითად რო ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თუ რა სიკეთეები შეიძლება მოუტანოს ჯანსაღი ცხოვრების წესმა. საქართველოს ყავს ძალიან ბევრი სახელმწიფო სპორტსმენი, რომლებმაც ყველაზე მარტივი გზა შენი ქვეყანა გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და თავი გასახელოს სექტორმა, ეს არის ალბათ სპორტული აქტივობა და იმ სპორტსმენებმა, რომლებმაც ეს რამოდენიმეჯერ გააკეთეს და სწორედ ახლა ამ ფონდის ალბათ ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაც ის იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი შეიქმნას, გაიზარდოს ქვეყანაში და ზოგადად ჯანსაღი წესის ცხოვრების სტიმულირება და ხელშეწყობა მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი. ფონდი იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, ნებისმიერ პირს შეიძლება გახდეს დონორი, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში სპორტის და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვადასხვა სივრცეების მოწყობას.
სოფელ მუხრანში UEFA სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი გაიხსნა. გახსნას ეკონომიკის მინისტრი დაესწრო. პროექტი სახელმწიფოსა და MD Properties შორის გაფორმებული საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში განხორციელდა. სპორტული კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა. ჩემი აზრით, მუხრანის მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მუხრანის სოფლისა და შატო მუხრანის განვითარების გზაზე. მჯერა რომ ამ სპორტული კომპლექსის შექმნით, რომელსაც ჩვენ ფინანსურად უზრუნველყოფთ, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ გამორჩეული გარემო, სადაც ახალგაზრდობას ექნება სურვილი და ინტერესი, რომ დარჩეს და იცხოვროს. UEFA სტანდარტების სტადიონი დღეს ჩვენ ქვეყანას ძალიან ჭირდება, იმისთვის რომ განვითარდეს ფეხბურთი, განვითარდეს ბავშვები, იყოს ჯანსაღი ცხოვრება. რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ეხება ახალგაზრდებს, ეხება თაობას, რომელიც სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.G კურიერი კი გემშვიდობება თორამდე. დროებით.